ბატონებო და ქალბატონებო, ჩემს ისტორიაში მე და სალომე ჩემი რძალი სალომე სალაყაია დღეს პირველად ერთად მოგილოცავთ ახალ წელს. მთელ საქართველოს სალომე მიულოცოთ ახალი წელი. ჩვენ გვინდა ახალი წელი მიულოცოთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, ჩვენს პატრიარქს, სადაც ჩვენ უკვე რა ვიცი არც მახსოვს რამდენი წელია აგერ მისი ფოტო სურათი გვიკიდია. ჩვენ გვინდა მიულოცოთ ახალი წელი ჩვენს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჩვენ მისი იმედი გვაქვს ახალგაზრდა კაცია და ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც ეს საქართველოს მოსახლეობას გაუხარდება და ძალიან კარგად მიყვება და ამიტომ ვამბობ ამას. მე მინდა ახალი წელი მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ახლაც თავის ოჯახში არიან აქ სულით და გულით და ყველას მინდა უდროოდ უცებ დაბრუნება უსურო. მე მინდა აგრეთვე ახალი წელი მოვულოცო შშმ პირებს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც მე ყოველდღიური შეხება მაქვს და ძმაკაცობ და მეგობრობ ამ ადამიანებთან და უსურვოთ ყველას კარგად ყოფნა და წინსვლა ცხოვრებაში. მე მინდა მე და სალომემ გვინდა მიულოცოთ მთელ საქართველოს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანებს. ბატონებო და ქალბატონებო, იყო წლების განმავლობაში დაუმთავრებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა დამთავრდება და მიეცემა ახალგაზრდებს სწორი ცხოვრების საშუალება, განათლების მიღება. მე აგრეთვე დრო მინდა ვიხელთო ქვია და მიულოცო ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც აი ამ სადღეგრძელოს ელოდებიან. ჩვენი სტუდენტების ხელმძღვანელობას მინდა ბატონ გიორგის, მარიამსა და მათ გუნდს მინდა მიულოცო ახალი წელი მთელ საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანებს და მინდა და სურვილი მაქვს ისეთი დრო დადგეს, რომ აი ეს კობახიძის ხელმძღვანელობის დროს ახალი გუნდის, ახალგაზრდა გუნდის დღეს რასაც აკეთებს 100% კმაყოფილი ვარ. თუ ესე არ გაკეთდა, ქვეყანა არასდროს არ დაალაგდება და დარწმუნებული ვარ ეს 26 იქნება ყველასთვის საოცარი და საუკეთესო წელი. ჩვენ ყველა ბიზნესმენები, ვინც ვართ, რეალურად საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც არაფერს